ჩამოვედი ვაშინგტონიდან და გესალმებით დღესაც და ვემზადები თქვენი კითხვებით და თქვენ მოემზადეთ ჩემი პასუხებისთვის. პირველი კითხვა სწორედ ამერიკასთან არის დაკავშირებული. ციალა გუგუნავა გვეკითხება, თქვენ პირველი ქართველი ხართ, ვინც არ უნდა ითქვა, ვინც რაც უნდა ითქვას, რომელმაც მათ პალმერის პრემია მიიღო და საერთაშორისო ჯილდო გადმოგეცათ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერისათვის. იქ განაცხადეთ, რომ ეს პრიზი პირადად თქვენ კი არა, ქართველ ხალხს ეკუთვნის. როგორ აპირებთ, რომ ეს ჯილდო საერთაშორისო მხარდაჭერა გამოიყენოთ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დასაცავად? ჯილდოს ვერ გამოიყენებ დემოკრატიის დასაცავად. ჯილდო არის გამოსახულება იმ მხარდაჭერის და ამიტომ ვთქვი მე, რომ ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემთან ერთად ყველა იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის ამ ქვეყანაში დემოკრატიის აღსადგენად, იბრძვის იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა დავიბრუნოთ და ჩვენი ევროპული მომავალი დავიბრუნოთ. ეს არის ჯილდო, ეს არის სოლიდარობა იმ წრეების, რომელმაც გადაწყვიტეს ეს ჯილდო მოენიჭათ ჩემთვის და საქართველოსთვის. მე ამ შემთხვევაში ვარ სახე, ხმა იმ საქართველოსი, რომელიც დღეს იბრძვის. ნონა შუბითიძის შეკითხვა, ვაშინგტონში როცა გაჯილდოებდნენ ამის ფონზე თბილისში თეა წულუკიანმა თქვენს წინაპრებს მოღალატეები და ფაშისტები უწოდა. რას უპასუხებდით მას და თუ აპირებთ, რომ უჩივლოთ სიძულვილის ენის გამოყენებისათვის? ბოღმა რო ახასიათებს, ეს ფაქტი არის სამწუხაროდ მისთვის, იმიტომ რომ ბოღმა პირველ რიგში თვით ადამიანს კლავს და სხვებს ვერა. მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ამ ოჯახურ მთლიანად ისტორიები, ყველაფერი რაც იყო მოსაყოლი და საკმაოდ საინტერესო არის მე მგონი, მოვყევი ჩემ პირველ წიგნში საქართველოსკენ, რომელიც გამოიცა საქართველოში 2006 წელს, ანუ აქ არაფერი საიდუმლო არ არის და სამწუხაროდ ქალბატონ თეას, რომელსაც აქვს ისტორიის წარმოდგენა, რომელიც ძალიან გავს საბჭოთა კავშირის თემებს და მოდელს თავისი აზროვნებაში, ნაცისტები და სხვები, როგორც დღეს გვეძახიან ნაცისტებს, ისეთივე ნაცისტები იყვნენ თავის დროს. და უნდა იცოდეს ერთი რამე, რომ საქართველოს ემიგრაციაში პარიზში ორ ჯგუფად იყო, ეს ხშირად მოგზდის, დაყოფილი ეს ემიგრაცია, ვინც თვლიდა, რომ დემოკრატების მხარეზე უნდა ყოფილიყვნენ ყველა შემთხვევაში, ტოტალიტარიზმების წინააღმდეგ, ორი ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, ანუ საბჭოთა კავშირი და გერმანია, ამ ჯგუფს ეკუთვნოდა მაგალითად მამაჩემი. და მეორე ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ გერმანია იყო ის ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქონდა საშუალება, რომ დაემარცხებინა სწორედ საბჭოთა რუსეთი და ამითი გაენთავისუფლებინა საქართველო, რაც ნაწილობრივ იყო გამოცხადებული გეგმა, ყოველ შემთხვევაში ნაწილი გერმანული ლიდერობის იმ დროს და ამ მიმართულებას ეკუთვნოდა და იყო ერთ-ერთი წამყვანი, არა გიორგი, რომელიც ძალიან აქტიურობით არ გამოირჩეოდა, არამედ მიშა კედია, რომელმაც სწორედ ამ თანამშრომლობით გერმანელებთან მიაღწია იმას, რომ ყველა ქართველი ებრაელები, ვინც ცხოვრობდნენ საფრანგეთში, გადარჩნენ იმ დროს სწორედ იმიტომ, რომ მან მოიპოვა ეს იმუნიტეტი, ვიტყოდი, მათთვის. მან და გივი გაბლიანმა და ვინც იყვნენ ამ ჯგუფში, ვინც ყველანი იყვნენ პატრიოტები და ამას ეს თუ ვერ გაიგე, შენი ქვეყნის ისტორიიდან ძალიან ბევრ რამეს კიდევ ვერ გაიგებ და ეს არის ძალიან სამწუხარო საცოდავო თეა. ქეთი კოპალიანი, როცა ქართულ ოცნებას თქვენი გამარჯვება სჭირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაშინ თქვენს წინაპრებს და თქვენი ოჯახის ისტორია პრობლემა არ იყო. ამას ძალიან სიამაყით იხსენებდნენ, ამაზე სიამაყით საუბრობდნენ და ახლა რატომ გახდა ეს ყველაფერი პრობლემა? ეს მათ უნდა კითხოთ, რატომ დღეს
კიდევ უფრო და უფრო ვაღიზიანებ, როგორც ჩანს, შეიძლება ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცაში უფრო და უფრო ეფექტური ვხდები. იმედი მაქვს, რომ ეს სამისი ნიშანი არის. ის რომ თავის დროზე ეს ყველაფერი ძალიან მოწონდათ, სწორედ ჩემი წარსული ემიგრაციიდან დაბრუნებული, ეს მიშასაც მოწონდა თავის დროზე, სანამ აღარ მოეწონა და ამათაც მოწონდა და მე მახსოვს პერიოდი, როცა იმ ფილმებზე, რაც ჩვენ გადავიღებ სხვათა შორის ოჯახზე და იმიგრაციაზე და წინაპრებზე, ბატონი ბიძინა ტიროდა თურმე. გიორგი გიგაურს აინტერესებს, როგორ არიან ამერიკის პოლიტიკური წრეები განწყობილი, თქვენს ვიზით უკავშირდება ეს შეკითხვა საქართველოში არსებულ რეჟიმის მიმართ. რეჟიმის მიმართ პრაქტიკულად პოლიტიკა არ არსებობს. არსებობს ძალიან ბევრი კითხვები და ძირითადად შემოიფარგლენ ჩემს მიმართ კითხვებით, რომ ეს რა ხდება, ეს რატომ ხდება, ეს როგორ ხდება და ამავე დროს ერთი აზრი იყო დომინანტური ამ შეხვედრებზე, მით უმეტეს ამ ოფიციალურ პირებთან, იყო ის, რომ არავის არ უნდა ეგონოს, რომ ასეთ რეალურ ფასის გარეშე შეიძლება ჩვენთან ურთიერთობების დალაგება. ეს არის ის ცრუ წარმოდგენა, რომელიც ზოგ რეჟიმს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ რეალურად ჩვენ ბევრი რამეც ვიცით, ბევრი რამეც გვაწუხებს, ბევრი რამეზე პასუხი არ აგვაქვს, მაგრამ მარტივი აქ არაფერი არ არის. ნიკა ხოსიტაშვილი, როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტის მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, მოსამართლეების, პროკურორების დასანქცირების მოწოდებაზე? მე მეჩვენება, რომ ევროსტრუქტურები ძალიან გააქტიურდნენ და ჩვენშიც იმედმა მოიმატა. მე მგონი, რომ ნამდვილად ევროსტრუქტურებმა ჯერჯერობით ალბათ დაიღალენ ამდენი ლანძღვაგინებით ჩვენი ქართული ოცნების ლიდერებისგან, რომელიც მართლაც შემოუწყებელი არის ამ ქვეყნისგან, იმ ქვეყნების მიმართ, რომელმაც ამდენი რამე გააკეთეს 70 წლის მანძილზე, იმისთვის, რომ დაეყენებინათ ფეხზე ეს სახელმწიფო და მისი ჯანდაცვა, მისი განათლების სისტემა და კიდევ ბევრი რამე. ამიტომ დღეს პასუხი არის მართლაც უკვე პასუხი ევროკავშირს, რომელიც არის ძალიან სრულყოფილი. მე სწორედ ამითი ვიყავი გაოცებული, თუ რამდენად ყოვლით მომცველი არის ეს ბოლო რეზოლუცია, არაფერი არ გამორჩათ ნამდვილად და აქაც, როგორც ამერიკაში ვამბობდი, აქაც არ ეგონოთ, რომ ყველაფერი არ იცის და რომ ვინმე შეიძლება ხვალ მხოლოდ იმიტომ, რომ ხათუნა თორთლაძეს მიუშვებ ლუქსემბურგის მეშვეობით, რომ ამითი ან სამხარაძეს ვიღაცას, რომ ამითი რამე შეიცვლება. შეიცვლება, როცა რეალურად აქ შეიცვლება ძალიან ბევრი რამე და მე მგონი ეს ძალიან ბევრი რამ, რაც უნდა შეიცვალოს, შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით. ამ რეჟიმს აღარ აქვს უნარი იმისი, რომ თვითონ გამოასწოროს თავისი ბედი და ქვეყნის ბედი. ამ რეჟიმს აქვს უკვე უნარი იმისი, რომ იყოს ჩაკეტილი თავის თავში, უკვე პარანოიით მოწეული და ვეღარ აზროვნებდეს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას რომელ მიმართულებით, გუშინ ევროკავშირს რაღაცას ეხვეწებიან, რას თვითონ არიციან და დღეს ჩაალაგეს ჩამანდნები და წავიდნენ ტაჯიკეთში. წადით და გაიგეთ. ლუქსემბურგის თემის გაგრძელება ლალი გობეჯიშვილი, როგორც გამოცდილი დიპლომატი, როგორ შეაფასებდით ლუქსემბურგისადმი ოცნების, მაღალჩინოსნების მოწოდებას დიალოგის განახლებაზე, რას ნიშნავს ეს? აინტერესებს, ერთის მხრივ აგინებენ და მეორეს მხრივ კი ლანძღავენ და იხვეწებიან. არა, ლუქსემბურგის შერჩევა მხოლოდ ერთი რამით აიხსნება, ეს არის ალბათ ერთადერთი ევროკავშირის ქვეყანა, რომლის არც ერთი წარმომადგენელი არ გაულამძღავთ და ამიტომ ის ამორჩიეს. არჩევანი დიდი არ აქვს და რომელიც დათანხმდა, იმიტომ ესეც არის, ხო უნდა დათანხმდე იმაზე, რომ გახდე ამათი რაღაცნაირი მედიატორი ევროკავშირთან, იმ დროს, როცა ევროკავშირის პარლამენტი სწორედ ამზადებს და ყველამ უკვე იცოდა შინაარსი ამ რეზოლუციის
და როცა ევროპული საბჭო იკრიფება, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთი სათქმელი თქვეს ძალიან ნათლად, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, თუ უნდა ოდნავ რაღაცა შემოაბრუნოს გეზი და იმ დღესვე აქედან ატეხეს ახალი ტალღა ლამზღვის და იმისი. ანუ და ახალი ტალღა ასევე დაჭერების, სასამართლო განაჩენების, რომელიც არანაირად არ ჩანს აქედან, რომ რამე შერბილება შეეძლოთ და უნდოდეთ იმისთვის თუნდაც რომ თვალში ნაცარი შეყარონ ევროკავშირს, არაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ან მოსკოვიდან არა აქვთ ამისი საშუალება მოცემული, ან თვითონაც ვეღარ ხედავენ რანაირად შეუძლიათ რამის შეცვლა ისე, რომ არ დაენგრეთ თავზე ეს ძალაუფლება, რომელიც დღეს უკვე ძალიან შერყებულია. TikTok-ზე გვაკითხებიან, ვიზა ლიბერალიზაციას მართლა შეგვიჩერებენ? მე მგონი რომ ცხადი არის ამაზე იმსჯელებენ და ეს ევროპარლამენტის რეზოლუცია საფუძველს აძლევს იმისი რომ წავიდეს ძალიან სერიოზული მსჯელობა. შემოდგომაზე უნდა იყოს კიდევ ორი სრული ანგარიში ევროკავშირის კომისიისგან და ამ ყველაფრის საფუძველზე წლის ბოლოსთვის გაიმართება სერიოზული მსჯელობა და ეს ყველამ ვიცით. ჩემი მოწოდება და მე წერილით მიმართე ყველა მინისტრს ევროკავშირის სწორედ დღევანდელ და გუშინდელ შეხვედრის წინ წრებით, რომ ჩემი პოზიციები და რაც მგონი არის საქართველოს მოსახლეობის პოზიციები გამეჟღერებინა, რომელიც ერთის მხრივ არის ის, რომ ამ რეჟიმს არაფერი არ უნდა დაუთმონ და ყველანაირად რაც შეუძლიათ ინსტრუმენტები გამოიყენონ რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა მე ვარ კატეგორიულად წინააღმდეგი, რომ ეს გადაიქცეს საყოველთაო დასჯად საქართველოს მოსახლეობის, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაციის თუნდაც დროებით შეწყვეტა ნიშნავს დასჯა ყველა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არათუ არ არიან პასუხისგებელი იმაზე თუ რას ხდება და ამ ჩვენი ევროპული გზის განადგურებაზე, არამედ იბრძვიან ამის წინააღმდეგ და დღესაც აცხადებენ, დღეს ბოლო გამოცხადებული გამოკითხვაზე პასუხი არის 70%-ზე მეტი ადამიანი, ესე იგი თუნდაც ოცნების მომხრეები აცხადებენ, რომ ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი. და მე ამიტომ ვამბობ, რომ ეს ადამიანები კი არ უნდა დაისაჯონ, საქართველო კი არ უნდა მოიკვეთოს ევროკავშირიდან, რაც ძალიან გაახარებს ამათაც რეჟიმს და რუსეთსაც, არამედ უნდა დაისაჯოს, ვინც არის პასუხისგებელი. ნონა ხინთიბიძე, ჯილდო თქვენ პრეზიდენტმა სანდუმაც გადმოგცათ. შეხვედრისას თუ ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოლდოვამ და საქართველომ კვლავ ერთიანი ფრონტით გააგრძელონ გზა ევროკავშირისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, საქართველო ამ პროცესის ნაწილი აღარ არის და ჩამოშორდა. საქართველო არაფერს არ ჩამოშორდა. საქართველო ყველაფრის ნაწილი არის ჯერ და ამისი ნიშანი იყო სწორედ ის ჯილდო, რომელიც გადმომცა მაია სანდუმ, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მოლდოვაში, რომ ჩვენ კიდევ ერთად ვართ და ერთად ვიქნებით. მაგრამ ცხადი არის, რომ ამ რეჟიმის პირობებში ეს შეუძლებელი არის, ის ფაქტი, რომ გუშინ წინ ამ წლის კვირის დასაწყისში უკრაინამ და მოლდოვამაც გადადგეს ის ძალიან პრინციპული პირველი სიმბოლური ნაბიჯი სწორედ მოლაპარაკებების გახსნისკენ გამართული და ჩვენ იქ არ ვიდექით, ეს არის უშუალოდ ამ რეჟიმის ქართული ოცნების და ყველა იმათი, ვინც ქართული ოცნების ამ ანტიევროპულ პოლიტიკას ატარებს, იმათი პასუხისგებლობა, იმათი ბრალი, ეს არ გადადის საქართველოზე და მე ჩემი ყოველი მოგზაურობა, როგორც ადრე იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ მიგვეღო ყველაფრის მიუხედავად, რუსული კანონი უკვე იყო ძალაში, რომ მაინც მიგვეღო ჩვენ კანდიდატის სტატუსი, დღეს ჩემი ყოველივე ნაბიჯი, ყოველივე საუბარი
არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი ადგილი იყოს სადღაც შენარჩუნებული, რათა როცა დრო მოვა, როცა ჩვენ შევძლებთ ჩვენი ნაწილი პასუხისგებლობის შევასრულოთ და ეს რეჟიმი მოვიცილოთ, რომ ყველაფერი მზად იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად დროს დაუკარგავლად შევუერთდეთ ნამდვილად მოლდოვას და უკრაინას და აღვადგინოთ ის სამეული, რომელიც ჩვენ დავაარსეთ პეტრაში 2021 წელს. გავიხსენოთ. ძალიან ლამაზი კადრები იყო. რა არის თქვენი ხედვები, როდის იქნება გარდამტეხი მომენტი 2008 წლის არჩევნებამდე? ანუ მე წინასწარმეტყველი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არის რამოდენიმე ნიშანი, თუნდაც ამ რეჟიმის პარანოია არის ერთ-ერთი ნიშანი იმისი, რომ ბოლოსკენ მიდიან და ალბათ თვითონ არიან ძებნაში იმისი, თუ რა გააკეთონ იმისთვის, რომ თავი კიდევ ცოტა ხანი გადაარჩინონ. ამიტომ ვერავინ ვერ გამორიცხავს, როდის დადგება დრო არჩევნების და მე ვთვლი, რომ ჩვენი პასუხისგებლობა არის ის, რომ ვიყოთ მზად. ეს არჩევნები დაინიშნება წინსწრებით, იმიტომ რომ ჩათვლის ქართული ოცნება, რომ ამითი დაგვაბნევს, გამოიყენებს ჩვენ მზად არ ყოფნას და სწორედ ამიტომ გარისკავს და ვთქვათ ოქტომბერში ან ნოემბერში ჩანიშნავს არჩევნებს. ან და ვერ გაბედავს და მივალთ 2028 წლამდე, რაც უკვე ძალიან ახლოც მეჩვენება უცებ. ამიტომ ჩვენი ერთადერთი პასუხისგებლობა არის ის კი არა, რომ წინასწარ ვიმეტყველოთ და ვეძებოთ და გავიგოთ, როდის რას აკეთებენ. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენ მხარეზე მზად და ჩვენი მხარეს მზად ყოფნა არის ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთად დადგომა და უკვე მორჩეს ეს გაუთავებელი ერთმანეთზე თავდასხმები, ერთმანეთის გარჩევები, რომელიც არავის აღარ აინტერესებს. საზოგადოებას აინტერესებს, რა ფორმით შეგვიძლია ჩვენ კონსოლიდაცია მოვახდინოთ, გავაძლიეროთ ეს წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა გარდავქმნათ რეალურად მომგებიან საარჩევნო სიად. ამ თემის გაგრძელება გარკვეულწილად ნინო შალამბერიძე. იქნებ უფრო დეტალურად გაგვიმარტოთ თქვენი იდეა თუ ინიციატივა. ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ უნდა შედგეს ერთიანი სია, რომელიც იქნება მართლაც ერთიანი და არა პარტიების გაერთიანების სია. ამ სიაში უნდა აღმოჩნდნენ პროტესტის ხალხი, სინდისის პატიმრები და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს ძალიან უკმაყოფილოა და წინააღმდეგია სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან კარგი იქნება თუ ამ სიაში შეიყვანთ ახალგაზრდა თაობას და ეს მომხმარებელი ნინო შალამბერიძე გვიგზავნის ჩვენ ამ ადამიანების ბევრი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლის თისი, ანუ თვითონ აქვს შემოთავაზებული ძალიან საინტერესო ადამიანები. ძალიან საინტერესო არის და ძალიან კარგი არის და მე მგონი ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებისთვის საზოგადოებიდან იქნება ნდობა გამოცხადებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა იყოს ეს ნდობის მომენტი. მე მგონი რომ დღეს ამ მომენტში პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს და მე 2024 წლიდან მაინც და მეტიც ალბათ ვცდილობდი რაღაც გაერთიანებებს ამ პოლიტიკურ პარტიების, ვერც ჩემით და ვერც უჩემოთ ვერ შეძლეს რომ რაღაც ერთობა ჩამოაყალიბონ და ამ ერთობის ერთგული დარჩნენ და არ დაიწყონ ერთმანეთში ჭამა. ან თუდაც შიგნით ერთ პარტიაშიც ეს გრძელდება და ამითი არა მხოლოდ გადაყავთ ყურადღება არამნიშვნელოვან საკითხებზე რეალურად ვინ იქნება ვინ სადა, არამედ ასევე რაღაც უიმედობას თესავენ საზოგადოებაში, რომლებიც ამბობენ, რომ ამათ ვერაფერი ვერ შეცვლის და ასე ვიქნებით დიდხანს. ძალა არის დღეს სხვაგან. ძალა არის საზოგადოებაში, ძალა არის ამ საზოგადოებრივ ერთობაში, სადაც ყველასი ადგილი იქნება. აქ ლაპარაკი არ არის, რომ პოლიტიკოსებს ცალკეულად არ ექნებათ თავიანთი ადგილი, სადღაც ამ ერთობლივ სიაში ეს საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება, რა ფორმით და როგორ ამამდე მივალთ, მაგრამ ეს არის დღევანდელი ამოცანა და ერთადერთი რეალური ამოცანა, რაც შეიძლება ჩვენ შევასრულოთ. ამდენ უსამართლობას როდემდე უნდა გავუძლოთ?
იპასუხეთ არჩევნებამდე, მოგებულ არჩევნებამდე და უნდა მოვიგოთ უთუოდ და ამ მოგების შანსი არსებობს იმის მიუხედავად, რომ არ შეგეშალოთ და არ იფიქროთ, რომ ქართული ოცნება რამეს დათმობს, რამეს შეცვლის, რომელიმე ბერკეტს ხელიდან გაუშვებს. ნამდვილად სანამ თვითონ იქნება და თუ თვითონ იქნა ამ არჩევნებში მონაწილე, ყველაფერს გამოიყენებს, რაც უკვე გამოიყენა. მაგრამ მეორე მომენტიც არსებობს, რომ უნგრეთში ზუსტად ასე მოხდა, რეჟიმმა არაფერი არ დათმო და ამ რეჟიმს არ დავივიწყოთ, რომ ქონდა დახმარება ძალიან ძლიერი, როგორც ჩვენ რეჟიმს აქვს რუსეთისგან, მაგრამ ასევე ამერიკისგან. და ამის მიუხედავად და ყველა ბერკეტები, სასამართლო, საარჩევნო ადმინისტრაცია, ფული, პროპაგანდა, ну რაც შეგვიძლია ჩვენს მოვიფიქროთ, ყველაფერი იქაც მუშაობდა და იმუშავა, მაგრამ მაინც მოიგო წინააღმდეგობის მოძრაობა, მოიგო საზოგადოებამ და შეიცვალა რეჟიმი. ასე რომ გარდაუვალი არაფერი არ არის და უიმედობა არის მხოლოდ გავრცელებული სწორედ იმათგან, ვისაც სურთ, რომ საზოგადოება გახდეს უმოქმედო, უიმედო საზოგადოება არის მართლაც უმოქმედო და გაჩერებული და ეს არის მათი ფსიქოლოგიური მიზანი ჩვენს მიმართ. თენგიზ აბულაძე, ასამართლებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერის სასამართლო პროცესები დღესაც მიმდინარეობს დაჩქარებული წესით. რა კამპანია არის ეს და რას ცდილობს ოცნება ამ მეთოდებით? ამ მეთოდებით თავის რეალურ სახეს გვიჩვენებს ოცნება და პასუხს ცემს რეალურად ჩვენ პარტნიორებს ამერიკაში და ევროპაში, როცა ერთი ხელით ვითომც რაღაცას ეუბნება, რომ მე შემიძლია რაღაცა დავალაგო, არ დავალაგო და მეორე დღესვე ამკაცრებს რეალურად რეპრესიულ კანონებს, ამკაცრებს ამ დასჯას ამ პოლიტიკურ პატიმრების თუ ამ 4 ოქტომბრის უდანაშაულო ადამიანების, რომელიც გაეხვიენ რაღაც მახეში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, იყო მოწყობილი სწორედ რეჟიმის მიერ. ძალიან კარგად დაგეგმილი, ესეც არის რუსული სცენარი, როგორ იწოდა თავის დროზე ზამთრის სასახლე, ეს გააკეთეს, დაგვიდგეს აქა შუა თბილისში. და ვინც გაყვა იმიტომ რომ ვერ გაირკვია ამაში, ძალიან კარგად დაგეგმილი იყო და ვისაც არ აქვს გამოცდილება ამ რუსული სცენარების, გაყვა ამ იმედებს, ამ ილუზიას, რომ თურმე შეიძლება ერთ დღეში გადაატრიალო ასეთი რეჟიმი. მაგრამ არიან სრულიად უდანაშაულო და მე მინდა აქ გამოვთქვა ჩემი სრული სოლიდარობა მათ მიმართ და ყველა პოლიტპატიმრის და სინდისის პატიმრის მიმართ და კიდევ უფრო განსაკუთრებულად დღეს მინდა უთხრა ელენეს, რომ მარტო არ არის, რომ ყველა ჩემ შეხვედრებზე, სადაც ვიყავი, ვახსენე მისი დღევანდელი მდგომარეობა, ვიცი რომ არაფერს არ ითხოვს ელენე და ეს კიდევ უფრო ძლიერი ნაბიჯი არის და არასოდეს არ შევა რამე დიალოგში თუ გარიგებაში, მაგრამ ჩვენი მოვალეობა არის მისი თხოვნის გარეშე, რომ ვიყოთ მასთან ერთად, ვიყოთ სოლიდარი მასთან და რაც შეგვიძლია ყველა მხრივ გამოუცხადოთ სწორედ ეს მხარდაჭერა. ელენე, მაგრად იყავი. ლექსო არევაძე, ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს. რკინიგზის მაგალითზე 17 მილიონი ძალიან დიდი თანხაა გაფლანგული. სწორედ ამ ფონზე სოციალურად დაუცველი ადამიანები ამოიღეს ამ სოციალურთა სიიდან. ფასების კომისია ყბადაღებული ხალხისთვის საიტები შექმნა იმ ხალხისთვის, ვისაც მაგალითად პენსიონერებს არც კი აქვს სმარტფონები და ინტერნეტზე წვდომაც საერთოდ ზედმეტია. ეს დაცინვა, თვითონ მდიდრდებიან, ხალხი კი გარიბდება. რატომ არ გამოდის ქართველი სოციალური თემატიკის მოსაგვარებლად ქუჩაში? სადღა უნდა გადაწყდეს ეს საკითხი? ჯერ დავიწყოთ კორუფციით და დაჭერებით. ეს დაჭერები არ არის იმდენად დაკავშირებული კორუფციასთან, რომელიც მოცემულობა არის ამ რეჟიმის და ხან ერთ ნაწილს აძლევს საშუალებას, რომ გამდიდრდეს და არა 17 მილიონით,
200, 300, 400, 700 მილიონით თანხები არის წარმოუდგენელი და თუნდაც თავიანთი თვითაღიარებით, არაჩემი მოგონებით. და კორუფციასთან ბრძოლა არის მხოლოდ ერთ-ერთი ფორმა, მეორე არის რომ ყველას ეძახიან მოღალატეს, ლილვაშვილიდან დაწყებული, არ ვიცი კიდე ვინ და ეს არის ფორმა, რითაც თვით რეჟიმი ებრძვის შიგნით იმათ, ვისაც თვლის როგორც ახალი მტრები, როგორც მისთვის საფრთხე. და ეს არის კიდევ ერთხელ მინდა ყველას უთხრა, ეს არის ნიშანი ასეთი რეჟიმის ბოლო ეტაპის. მაშინ უკვე როცა ვეღარ ხედავს ვერცად შიგნით სანდო, ვის დაეყვნოს, ვის ენდოს, ვინ იქნება ლოიალური ბოლომდე და ამიტომ აღმოაჩინა ბიძინამ, რომ ყველა შეიძლება დასაჯოს, გარდა ბერა და ცოტნე. ეს რაღა დარჩა, ვისაც ენდობა, სანამ ენდობა, იმიტომ ესეც არ არის ნამდვილად საბოლოოდ მოცემული, რომ ოჯახს თუნდაც ენდობოდეს ასეთი ადამიანი, რომელიც დღეს არის სრულ პარანოიაში, პირველ რიგში ეშინია რუსების. დღეს, იმიტომ რომ ხედავს, რომ რუსეთი სუსტდება, პუტინი არც ადარჩანს და ძალიან დასუსტებულია და ამ დროს ის რაც მას ეგონა რომ იყო მისთვის ძალიან ძლიერი საყრდენი და კიდევ გაძლიერდებოდა ამ უკრაინის ომის ფონზე, რეალურად ეშლება და რჩება ეული. რთული მდგომარეობა აქვს, რთული. რაც ეხება სოციალურ რაღაცა გამოსვლებს და სოციალურ ჯერთი ეს არ არის ქართულ ტრადიციაში და ქართულ ისტორიაში, რომ იყოს დიდი გამოსვლები სოციალური ფონით და ჩვენ არაერთი ქონია ისტორიაში ძალიან რთული პირობები, როცა რეალურად საზოგადოება ძალიან ძნელ მძიმე დღეებს გადიოდა და არასოდეს ამ თემით არ გამოსულა ხალხი, არ უბრძვია ხალხს ამ თემით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის ატანა შეუძლიათ და რაღაცა მომენტი არ დგება, როცა აუტანელი ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ ალბათ უფრო მეტი შეგნება არის. სწორედ იმიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ისტორიული გამოცდილება, უფრო დიდი შეგნება არის. შეიძლება გამოუთქმელი თუნდაც, მაგრამ შეგნება იმისი, რომ ამას ვერ მოაგვარებ ცალკე სოციალურ საკითხს, ვერ მოაგვარებ ცალკე რეჟიმის საკითხიდან, პოლიტიკურ საკითხიდან. ანუ ან ყველაფერი მოგვარდება იმითი, რომ ესენი წავლენ და ძალიან დიდი საქმე იქნება წინ. არ გვეგონოს, რომ ადვილი იქნება, დაცლილი იქნება ბიუჯეტი, დაცლილი იქნება ყველა სახაზინო რესურსები და ძალიან რთული დრო დაუდგება საქართველოს, როცა დაჭირდება ჩვენი მართლა ყველგან სიარული, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ხელახლა მოვიპოვოთ და მოვიპოვოთ არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა, არამედ რეალურად ფინანსური მხარდაჭერა, რომ ჩვენ ამ ხალხს დავეხმაროთ და ამ ხალხს შევქმნათ ის პირობები, რასაც ქვია მინიმალური ადამიანური პირობები. აღარ ვილაპარაკებ ახლა რაღაცა საიტზე, რომელსაც ქმნიან ვითომ წფასებისთვის, არსებობს ეს საიტი, აღარ მახსოვს. გამიგეჯი. აგერა. და შედით ამ საიტზე და ნახავთ შედარებას ფასების და საკმაოდ კარგად შექმნილი არის და არ ჭირდება ამას სახელმწიფო ჩართვა. სახელმწიფოს აქვს სხვა პასუხისგებლობა და მისი პასუხისგებლობა არის სწორედ რომ ეს საკითხი მოაგვაროს და არა მიგვანიშნოს რაღაც ახალ საიტზე, რომელშიც ფულს ხარჯავს და ეს ფული ვიღაცის ჯიბეში ცხადია გადადის. ლადო სეფაშვილი დღეს გამოცხადა, რომ მთავრობა ქმნის გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს. ეს არის დღეს ამ ვითარებაში პრიორიტეტული საკითხი? რა ხდება საერთოდ ჩვენს თავს? ამაზე არ შემიძლია რომ მე სერიოზულად უპასუხო ამ კითხვას და მე წარვადგენ ჩემ კანდიდატურას ამ გასტრონომიის სააგენტოზე, იმიტომ რომ საკმაოდ შემიძლია თავი წარვადგინო როგორც კულინარი, ფრანგული, ქართული და იტალიურიც თუნდაც სამზარეულოების და თუ გაინტერესებთ
მობრძანდით. ელისო კეკელია სერიოზული თემაა, უფრო ირანის ელჩის და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აქებენ ქართულ ოცნებას ძალიან ხშირად. ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. რას ეტყოდით ოცნების იმ მომხრეებს, რომლებსაც არ სურთ, რომ ეს დაინახონ და დაიჯერონ? ხო და ვისაც არ სურს, რომ რამე დაინახოს და რამე დაიჯეროს, რა უნდა უთხრა? იმას არც ესმის, ვერ ხედავს, არ ესმის და უნდა რომ ჯეროდეს ის, რასაც ეუბნება რეჟიმი და უნდა რომ ჯეროდეს, იმიტომ რომ მას აქვს თავისი გარკვეული ინტერესი ამ რეჟიმთან ურთიერთობაში. და ეს გარკვეული ინტერესი არ არის პატარა ინტერესი, ხშირად არის, როგორც ვნახეთ, მილიონებით ითვლება ეს ინტერესი, კერძო ინტერესი და ამიტომ ჩემი მათთვის რამისი თქმას აზრი არ აქვს, იმიტომ მე ამას ვერ ვამყარებ ვერც მილიონებით და ვერც სხვა თანხებით და ისინი დაიჯერებენ, როცა დაინახავენ, რომ ჩამოიშალა ეს რეჟიმი და ისევე დაიწყებენ დაახლოებას, ვინც იქნება ხელისუფლებაში იმათთან, რომ გააგრძელონ თავიანთი ასეთი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, მაგრამ მე ღრმად მჯერა და არა მხოლოდ მჯერა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნდა დამთავრდეს. ასეთი ურთიერთობა რეჟიმის ძალაუფლების მქონე ადამიანების და იმ ადამიანების, რომელიც სარგებლობენ ყველანაირად ამ რეჟიმის, არ ვიცი, ტენდერებით, სხვადასხვა პროგრამებით, სხვადასხვა სამსახურებით, თუნდაც პარლამენტში სხედან და თურმე მიღებული არის, რომ თავიანთი ბიზნესი გააგრძელონ ამავე დროს. ასეთი პირდაპირი ნათქვამი, რაც არის ანტიკონსტიტუციური, არ გამიგია მე არც ერთ სხვა ქვეყანაში და აქ გვიცხადებენ, რომ თურმე შეუძლიათ და გააგრძელებენ. ქეთევან კალანდია, შეუძლია თუ არა საქართველოს ერთდროულად, რომ შეინარჩუნოს დასავლური კურსი და ასევე გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და მაგალითად მოყავს, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცემელი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, მაშინ როცა წარმომადგენელთა პალატამ ახალი კანონი უნდა მიიღოს რეგიონში ჩინური გავლენების შესახებ. და მონიტორინგი გამოაცხადა სხვათა შორის, რომ მონიტორინგი უნდა ჩატარდეს და მიიღონ საქართველოსთან სწორედ ყველა ის ინფორმაცია ამ ახალი ხელშეკრულებების თუ რაც არის იმის შესახებ. ანუ პირდაპირ ეწინააღმდეგება ცხადი არის, მით უმეტეს, როცა ეს არ ხდება იმ ფონზე, როცა ურთიერთობები გვაქვს ამერიკასთან და მათ წინასწარმეუბნებით, რომ აი ამ გარკვეულ მიმართულებით ჩვენ გვექნება ურთიერთობები, რაც ყველა მომენტში შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და არავინ არ ამბობს, რომ ყველაფერი აკრძალული არის, მაგრამ ეს ხდება იმ ურთიერთობების ფონზე, როცა შენ ნამდვილი პარტნიორები ყავს, როცა ამ პარტნიორებთან გაქვს ისეთი ურთიერთობა, რომელიც მოიცავს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, რომ შენ წინასწარ აფრთხილებ იმ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება მისთვის იყოს ან მიუღებელი, ან კითხვის მომცველი და მაშინ უნდა მისცე ყველა ის ინფორმაცია, რომ მაგალითად მე გავიხსენებ, რომ იმ დროს როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს იყო მიშას დრო, ჩამოვიდა ბუში და დაახლოებით იმავე პერიოდში ჩამოვიდა ირანის პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი იყო, მე მგონი, ახლა ხამეინი იყო, მე მგონი, თუ არ ვცდები. ეს ისე მოხდა, რომ ამერიკელებმა წინასწარ იცოდნენ, რატომ ჩვენ ამ რეგიონში მე ვიყავი ჩასული ადრე და შეხვედრილი იმას საგარეო სახელმწიფო დეპარტამენტის უმფროსთან, რომელიც იყო კოლინ პაუელი მაშინ და აუხსენი, რომ თქვენ რაღაც მომენტში შეიძლება დაგჭირდეთ ირანთან რაღაცა ხაზი მოლაპარაკებებისთვის და ამისთვის შეიძლება გამოგადგეთ საქართველოს იმ პერიოდში და თქვენ იცოდეთ, რომ ჩვენ ვართ თქვენი პარტნიორი და მეგობარი, მაგრამ რაღაცნაირად რეგიონში გვაქვს ჩვენი
საშუალებები რომ დავაბალანსოთ და მაგრამ ჩვენ წინასწარ გავფრთხილებთ. და ყველაფერმა ჩაიარა მშვენივრად, არანაირი წინააღმდეგობა არ გამოიწვია. ანუ იმის თქვა მინდა რომ ეს ძალიან დაბალანსებული და ბევრთან ინტერესების გაცვლა ყოველთვის შეიძლება. მთავარი არის რომ ჩვენ ვიცოდეთ ვინ არიან ჩვენი ნამდვილი საყრდენი და პარტნიორები და იმათ არასოდეს არ ვუღალატოთ და იმათთან ყოველთვის ვიყოთ ისეთი სანდო ურთიერთობებში. დანარჩენს ყველაფერს გაიგებს იმ პატარა ქვეყნიდან, რომელსაც ცხადია ჭირდება რომ იმ რეგიონში სადაც არის კონდეს გაშლილი ურთიერთობები და ეს ეხება თუნდაც ხვალინდელ რუსეთს. თუ ეს რუსეთი იქნება ოდნავ უფრო ნორმალური ვიდრე პუტინის რუსეთი, რაც მე მგონი არის გარდაუვალი. თაღებს რა ეშველებათ ან პედოფილ ხალხს ასე რომ მომრავლდნენ, გაიზარდა პატარების ძალადობის და სექსუალური ძალადობის ფაქტებია. ყველაფერს ამ დაგვარს ეშველება თუ საზოგადოება დაიჯერებს რომ კანონი კანონობს. დღევანდელ დღეს ეს რაც ხდება ყველა მიმართულებით ეს ძალადობის ჯერთი ეს არის შედეგი ამ ძალადობის ენის და ამ აგრესიულობის რაც სუფევს საზოგადოებაში, რომელიც გადადის სხვადასხვა ფორმით. ეს არის შავი რაღაცა ღრუბელი, რომელიც ჩვენ თავზე არის და ვერ მოვშლით. მეორე არის რომ თუ კანონი არ კანონობს, თუ სასამართლო არ არის სამართლიანი, მაშინ ის ადამიანები, რომლებიც არიან სუსტი ადამიანები და მავნებლები, იმათ გონიათ რომ ხელი ეშლებათ, გაშლილი ხელები აქვთ და შეუძლიათ რაც უნდათ ის გააკეთონ, ყოველ შემთხვევაში შეზღუდულები არ არიან კანონით. და ყველა მიცის რომ სახელმწიფოში თუ კანონი არ კანონობს, მაშინ კანონობს დანარჩენი. ქურდები კანონობენ, კრიმინალები კანონობენ, ძალადობა კანონობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს არის ის მშვიდობა, რაც მოგვიტანა ქართულმა ოცნებამ, რომელიც დღე და ღამე ამ სიტყვას ატრიალებს. ეროვნულები იწყება ძალიან მალე. კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე მინდოდა ჩაბარება, თურმე ქვეყანაში ბევრი მცოდნე ყავს და ჰუმანიტარების კრიზისია. რა უნდა ვქნათ ამ სიტუაციაში? ვერ მოხვდებით უნივერსიტეტებშიო? მე არ ვიცი მოხვდებით უნივერსიტეტებში თუ არ მოხვდებით, მაგრამ მე ვიცი ის რომ დღევანდელი რეფორმა განათლების კიდევ უფრო ამძიმებს ამ სიტუაციას, კიდევ უფრო გაუგებარს ქმნის. დღეს მე მგონი რომ არავინ არ იცის რომელ უნივერსიტეტში და რომელ ფაკულტეტზე შეუძლია ჩააბაროს თუ არ ჩააბაროს. და ამ გაუგებრობაში არიან ჩვენი ახალგაზრდები და ისიც ვიცი რომ ბევრი ამიტომ ცდილობს სანამ დრო არის და სანამ შეუძლია რომ კიდევ გაიკაფოს გზა უცხოეთისკენ, რაც ასევე ძალიან სამწუხარო არის. ამ ყველაფერს, ამ განათლების რეფორმას კიდევ ერთხელ მე მგონი რომ მომავალი არ გააჩნია, იმიტომ რომ ამ რეჟიმს მომავალი არ გააჩნია. მაკა ხარატიშვილი, თქვენ აქტიურად გამოეხმაურეთ სომხეთის არჩევნებს და მას ევროპული არჩევანი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, სომხეთის პროდასავლური კურსი გაზრდის თუ შეამცირებს რუსულ გავლენებს უშუალოდ საქართველოზე, მაშინ როცა ქართული ოცნება მოსკოვთან და პეკინთან აღრმავებს და აძლიერებს ურთიერთობებს? მე ვერ ვხედავ რატომ სომხეთის ევროპულმა არჩევანმა უნდა გააძლიეროს პრორუსული ძალები საქართველოში. პროდასავლური თუ პრორუსული? პროდასავლურ საქართველოში გაძლიერება არ ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის, არ შესუსტებულა, თუნდაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუნდაც ოცნების მომხრევთა გუნდში შეიძლება, მაგრამ არა მხარდამჭერებში, იმიტომ რომ სხვა გზა, სხვა პერსპექტივა თუ ვინმე აზროვნებს ან ინსტინქტიურად იცის, არის ევროპაში და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ პირიქით მე მგონი რომ სომხეთის არჩევანი, რომელიც უახლოვდება საქართველოს არჩევანს, ნიშნავს რომ ჩვენი ერთობლივი გზა იქნება უფრო ძლიერი, ეს რეგიონი იქნება უფრო ძლიერი და იქნება რეალურად ევროკავშირისთვის, როგორც ამერიკისთვის საინტერესო და საყრდენი რეგიონი, როცა გაძლიერდება და გამყარდება სწორედ ორივე ქვეყანაში ეს ევროპული გზა.
დღეისთვის ბოლო კითხვა. TikTok-ზე ძალიან აინტერესებთ ფეხბურთს უყურებთ თუ არა? არა. სტაფი უყურებ. ძალიან დიდი მადლობა.